ჩვენს კაფეში, რომელსაც ყველა იცნობს, სულ არის რიგი, ძალიან ხშირად ადამიანებს არ აქვს დასხდომის საშუალება. მამალმაც იყვირა. ამიტომ აქაურობას მყუდრო დავარქვით და მეორე პატარა კაფე გავხსენით. ლამაზი ტერასა აქვს, საჩრდილობელი ნაჭრებით, რა თქმა უნდა, ბანქსის ხეივანიც გავაკეთეთ. ასე აქვს მოსაჯდომი ლამაზი ადგილებით, მაგიდებით და მინდა შიგნით შეგახედოთ, იმიტომ რომ რაღაცები დავაბინავე ჩემი კოლექციები და ბედნიერი ვარ. ნახე რა კაია. აქ ჩემი ძალიან ლამაზი სანათების კოლექცია. პატარა ნათურებია შიგნით და სუანთია და მოსწონთ, რა ვიცი, აქაურობა. ეს კიდევ ჩემი ძვირფასი დიდი ხნის, ბევრი წლების ნაგროვები ჩაის ქილების კოლექცია. ერთი მეორეზე ლამაზი შუშებია. როგორც რუსულად ამბობენ, ჩაინიცები და სახარნიცები, ანუ შაქრის და ჩაის ქილები. ზოგიერთ მათგანს ჩაის სუნიც აზდის ახლა. რო გახსნით, იმდენი ხანია ეტყობა, რომ ცოტა დაჟანგულია, ზოგი არ იხსნება. მაგრამ რო ჩაყნოსავ, ძველი შავი ჩაის სურნელი არის. ძალიან მომწონს ეს ქილები და თავს ვიწონებ ხშირად. აქ ფერადი შუშა დავაბინავე. აქ ჩემი სარძევეების კოლექცია მოვაწყვე. აი ნახე, აქ მაჰარაჯაზის თავისი სამკაულით, ამ დიდ სარკესთან. აქაც ნახე როგორი კოლექცია. ეს ჩემა ძვირფასმა მასწავლებელმა და ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა ციცო ფურცელაძე მაჩუკა მახსოვს ძალიან კარგად, მურაბით სავსე. ეს ჩაის ქილა. ერთი მე მგონი ნუნუ საგინაშვილმა მაჩუკა, რომელი აღარ მახსოვს, შეიძლება ეს იყოს რძისფერი შუშა იყო. აქ ჩვენი მინიატურული ჩაიდნების კოლექციები, მიჩვენებია ეს კოლექცია თქვენთვის. აქ მოსული ადამიანები ხარობენ, მოსწონთ აქაურობით და რომ კითხულობენ, სულ ამბობენ, უი რა მყუდროა, უი რა მყუდროა. და ამიტომ დავარქვი მყუდრო. ეს ჭაღები არ არის ძველი სხვათა შორის. მე კი მეორადი შევიძინე უკვე გამოყენებული, მაგრამ მომწონს, იმიტომ რომ არ არის ძალიან დახუნძრული, ისეთია, ძალიან თხელი და ლამაზი. აქ ნახე დიდი სარკე დავკიდეთ, ეს ჩვენი ცნობილი ვარდებიანი ხალიჩები, ყველა მიცის მე როგორ მიყვარს. ეს სტალინის პერიოდის შუშები. ეს ტახტი კი ძალიან მოუხერხებელია, ატამანკა, მაგრამ სამაგიეროდ ლამაზია, მწვანეფერია და უხდება აქაურობას. მაგრამ დასაჯდომად ასე უნდა იყო გაჯგიმული. მოხერხებულად ვერ დაჯდები. მაგრამ მოხერხებული ადგილებიც გვაქვს. აქეთ რომ გავიხედოთ, ძალიან ლამაზი შპალერია იმ კედელზე გაკრული. ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა მაია სუმბაძემ დახატა და მერე დაუბეჭდეთ როგორც შპალერი. აბაჟურები შეკერილია ჩვენი მეგობარი ოჯახის მიერ, თიკო გამყრელიძეების ოჯახი რომ არის ვერაზე რომ კერავენ, რა ხერა ლამაზებია. ნათია დალაკიშვილმა გააკეთა ფეხები. ეს ჩვენი ნინა ნიჟარაძის ლამაზი ინდური ბალიშებია. ის ორი ლამპაც სტალინური თავებია, ძალიან ძვირფასი და ძველი. კარგ შუქს აკეთებს, ლამაზ შუქს. რა ვიცი, მე მომწონს აქ ყოფნა. გარეთაც კარგია, შიგნითაც კარგია. განსაკუთრებით ლამაზია მაშინ ცოტა რომ მოსაღამოვდება. და აქ სიმყუდროვია და გარედან რაღაცა სხვანაირად ჩანს აქაურობა და ლამაზია. ამ კაფეში არ გვაქვს საჭმელ-სასმელი, მარტო ტკბილეული და ჩაიყავა შეუძლიათ სტუმრებმა მიირთვან, რომ არ გაგვინაწყენდნენ იქ კაფეში, რომელიც გარდენიაში დიდი ხანია უკვე 15 წელია მუშაობს, ხშირად არ არის ადგილი და ბრაზობენ სტუმრები, ამხელა გზაზე რომ მოვა ადამიანი და არ დახვდება ადგილი, რაკნას. ამიტომ მოვიფიქრეთ ეს გამოსავალი, რომ ჩაი და ყავა მაინც დალიონ. ეს ნახე რა ლამაზია. მისალოცი ბარათები იყო, ერთი გოგოა გერმანელი სხვათა შორის, რომელიც აკეთებს მისალოც ბარათებს ფერადი ქაღალდებისგან. ესეც ნინა ნიჟარაძის ცნობილი ინდური ფარდებია, ნახე რა კაია. ბატისტა, როგორც ქართველები ამბობენ. იქ ყავს ორი და, ცქრიალა და ფრიალა. ეს
ესენი პერსონაჟები არიან, ძველები არიან, მათ თქმა უნდა, მაგრამ მე ჩემი მეზობლის ცქრიალას და ფრიალას სახელი დავარქვი და აქ ყვანან. სარკესთან. ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე მიყვარს, იმიტომ რომ ჩემთვის ამბებთან აქ ნახე რა მყავს ტრედები. გიჟდები ამ ტრედებზე სოფლიდანაა ჩამოტანილი, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან ჭიშკრებზე ედგათ წინათ. და ჩემთვის სიკეთე, სიხარულს, სიმშვიდეს და რაღაცა იმ ჩემი ბავშვობის დროინდელ სილამაზეს უკავშირდება. მე მიყვარს ასეთი პატარ-პატარა სიმბოლოები. ეს ძველი აივნის, ქართული აივნის, თბილისური აივნის აი ავლაბარში რომ სახლი დაინგრა, სახინკლე იყო იქ. ავლაბრის მოედანზე საჩებურეკი, არა, სახინკლე არ იყო, საჩებურეკი. სასწაული ჩებურეკი კეთდებოდა და იმ საჩებურეკეს თავზე იყო პატარა ძველი სახლი და ის რომ დაინგრა, იქიდან წამოვიხე. რა ვიცი, მეტი რა გაჩვენოთ. სულ ეს არის. გარეთაც მოფურჩქნილი მოლამაზებული ტერასა გვაქვს, მე მგონი ლამაზი. ჭაღი გვიკიდია გარეთ. ასე პატარ-პატარა რასაც პოულობს, სულ მივაკრავ ხოლმე. ვითომ ხო არაფერი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. პატარ-პატარა ლატუნის დეტალებს. მე ასეთი რამეები ძალიან მავსებს და მახარებს. ჩაი გემრიელი გვაქვს, ყავა გემრიელი გვაქვს, წვენი გვაქვს, გემრიელი კაცვის წვენს ვაგროვებთ და სულ ეს არის. ჩვენთან მოსული სტუმრები, ჩვენ გვიყვარს სტუმარი ეს ყველა მიცის.